უკვე დილომშვიდობის ძალიან დიდი ბოდიში რომ ასეთ დროს მიწავს ამ ვიდეოს ჩაწერა უბრალოდ ამ წუთამდე თქვენც ჩემთან ერთად არ გძინავთ და ველოდებით 12 საათს აი ესე რა ვიცი ვათენებთ ერთად ამ წუთამდე არ წყდება ჩემს პირად შეტყობინებებში თქვენი გამომხნევებელი შეტყობინებები არც პოსტებზე იშურებთ ძალას და არც ლაიქებზე მოკლედ მე ამხელა მხარდაჭერა ამხელა გვაჩი დგომა თანადგომა არ ვიცი ვინმე სადმე ოდესმე გაუგია და იმით ვარ ამაყი და იმით ვაჭობეთ მარტო ქოცებს რომ ამხელა ასეთი სოლიდარობა გვაქვს ერთმანეთის მიმართ ასე ვამხნევებთ ერთმანეთს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმხელა ძალად გახართ ჩემ უკან რომ არ ვიცი არ მართლა არაფერი არ მაშინებს და ზუსტად ვიცი სადაც არ უნდა მომიწიოს ხვალინდელი დღის დასრულება და მომდევნო დღის გაგრძელება ზუსტად ვიცი რომ ხართ ადამიანები ვინც არასდროს შეწყვეტ ბრძოლას მეც რა თქმა უნდა სადაც არ უნდა მომიწიოს ყოფნა არც იქ შევწყვეტ ბრძოლას და ვიბრძოლებ იქამდე სანამ ჩვენი ქვეყანა რუსკოცებისგან არ გათავისუფლდება რუსული რეჟიმის ეს ისტერია მაქსიმალური სასჯელები იმ ადამიანებს ვისაც არაფერი ჩაუდენია ნიშნავს იმას რომ ეშინიათ მართალი ადამიანების ღირსეული ადამიანების ეშინიათ და უკომპრომისო ადამიანების ეშინიათ არავითარი კომპრომისი არალეგიტიმურ რეჟიმთან და მაქსიმალურად ეცადეთ და ვეცადოთ ერთად რომ აი ამ ერთიანობით რაც გაგვაჩნია ამ სოლიდარობით ამ გვერდში დგომით ერთმანეთი გავაძლიეროთ და ფინიშის ხაზამდე გავიდეთ ღირსეულად და საბოლოო ჯამში იმ მიზანს მივაღწიოთ რაც დასაწყისში დავისახეთ ძალიან ბევრი ვიტირე თქვენ კომენტარებზე თქვენს ემოციებზე თქვენს მხარდაჭერაზე და ქოცი ამას ვერასდროს ვერ ეღირსება მოგეხსენებათ ქოცი მაღალჩინოსნების დაკავებისას მათი სასამართლო დარბაზები როგორი ცარიელი უტყვი უსულო იყო და როგორ დაბნეულობას ჰქონდა მოცული არ ვიცი ცარიელი დარბაზები და ცარიელი სკამები იყო მის მანიშნებელი რომ ის ადამიანები ვინც ისინი ზენიტში აიყვანეს უცბად რეჟიმს რომ დასჭირდა პოზიცია ისე სწრაფად შეიცვალეს და ისე სწრაფად დაგმეს და ისე სწრაფად ჩაარტყეს ზურგში დანა რომ მათ უკან მოხედვა მან მოასწრეს მე ეს არასდროს არ დამემუქრება და მე ვიცი რომ თითოეული თქვენგანი თუ გისოსებს მიღმა აღმოჩნდები ჩემთვის და ყველა რეჟიმის ტყვისთვის ბოლომდე იბრძოლებთ მე თქვენი იმედი მაქვს მე თქვენი იმედით ვიცოცხლებ ვიცხოვრებ და გავაგრძელებ ბრძოლას იცოდეთ ერთი რამ აუცილებლად რომ ჩვენი ბრძოლა უშედეგოდ არ ჩაივლის ჩვენი თავგანწირვა უშედეგოდ არ ჩაივლის და აუცილებლად მივაღწევთ სასურველ შედეგს 12 საათზე რომ დაიწყება ჩემი სასამართლო პროცესი და სავარაუდოდ დღის ბოლოს უკვე განაჩენი დადგება მე ამაყი შევხვდები ნებისმიერ მოცემულობას მე მხნედ შევხვდები ნებისმიერ მოცემულობას და დარწმუნებული ვარ არც ჩემ შვილს და არც ჩემი ოჯახის წევრებს მოწყენის შესაძლებლობას და საშუალებას არ მისცემთ და ყოველთვის იცოდეთ სადაც არ უნდა ვიყო და როგორც არ უნდა ვიყო აუცილებლად თქვენი თანამებრძოლი მერქმევა მუდამ და ჩემი ქვეყნის ინტერესებს არასდროს არ გავყიდი მატერიალურ კეთილდღეობაზე ჩემს თანამებრძოლებს არ გაკიდით მატერიალურ კეთილდღეობაზე და ბოლომდე ვიბრძოლებ იმისთვის რაც მწამს რომ არის მართალი და კი რუსთაველზე მდგომი ხალხი მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებისა მიუხედავად მათი რელიგიური შეხედულებისა თუ მრწამსისა
თუ ეთნიკური მიკუთვნებულობისა არიან ადამიანები, ვინც საკუთარი ჯანმრთელობა, საკუთარი კეთილდღეობა და საკუთარი კომფორტი დათმეს იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში ეს კეთილდღეობა გავრცელდეს საზოგადოდ და აი იმ ადამიანებსაც, ვინც დღეს შუმად ხართ, მათაც დაგეხმაროთ უკეთეს ქვეყანაში ცხოვრებაში, ღირსეული ქვეყნის ღირსეული შვილები რომ იყოთ, აი იმაში გეხმარებიან ეგ ადამიანები. გაუმარჯოს რუსთაველის პროტესტს, გაუმარჯოს ყველა რეჟიმის ტყვეს, საქართველოს გაუმარჯოს, თავისუფლება რეჟიმის ტყვებს, თავისუფლება საქართველოს და დიდება გმირებს.